ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობისა ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. შოუ ბიზნესი ის სფეროა, რომელიც ყველას ძალიან გაინტერესებთ. ასე რომ ყურადღებით უსმინოთ ჩემს საინფორმატორო ფურცლებს. თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მოდელირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს ნათია გათენაშვილს დებიუტი რესტორან სარაჯიშვილში ჰქონდა. აქ მან თავისი პირველი ჩვენება მოაწყო. ჩვენება ორიგინალური იყო იმით, რომ მასში არც ერთი ცნობილი მოდელი არ იღებდა მონაწილეობას. ნათიას ქმნილებებს, ნათიას მეგობრები უკეთებდნენ დემონსტრირებას. ყველაფერი თვითონ გაგვიკეთა და ყველაფერს წარმატებას და ყველაფერს კარგს ვსურვებ. ქერცლობ, როდის გავალთ. ჩვენება პირველია. თან ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა და შექმნა ულამაზესი კორპორაცია. მე ჯერ დიზაინერობაზე პრეტენზია არ მაქვს, მე ვარ დამწყები მოდელიერი. არსებობს პროექტები, რომლებსაც კოჭებშივე ეთყობა, რომ წარმატებული იქნება. ხოთა არც პროდიუსერები კარგავენ დროს და ამ პროექტების გაგრძელებას იფიქრებენ. მოკლედ რისი თქმა მინდა. გამოვიდა X-Men-ის მეორე ფილმი, რომლის ნახვას თქვენ მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც კინოთეატრ რუსთაველის ან ელისოს ტერიტორიაზე მოხვდებით. X-Men 2 ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმია. ფილმი 68 სხვადასხვა ობიექტზეა გადაღებული. სიუჟეტის მიხედვით X-Men-ები ხალხში გადიან და მასას ერევიან, ამიტომ პირველი ფილმისგან განსხვავებით აქ შექმნელებს უფრო რთული სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი. ეს არის მაგნეტოს პლასტიკური საპყრობილე სცენა, რომლის ფართობი სულ რაღაც 10 კვადრატული მეტრია, მაგრამ აქ ბევრი ისეთი ნივთია, რომელიც მართლაც ქმნის პლასტიკური სამყაროს დაბეჭდილებას. ეს კი მეტალოდეტექტორის ოთახია. ეს სცენა მდებარეობს მაგნეტოს საპყრობილესა და გარე სამყაროს შორის. ახლა თეთრი სახლის დეკორაციასთან ვიმყოფებით, უფრო ზუსტად კი ეს ოვალური კაბინეტია. აქ პრეზიდენტის საწერი მაგიდის ასლია, რომელიც სპეციალურად ამ ფილმისთვის იქნა გაკეთებული. თუ ზემოთ აიხედავთ, დაინახავთ, რომ ჭერის საერთოდ არ არსებობს, რადგან ზოგიერთ სცენაში ის ხელს უშლიდა ტექნიკურ პერსონალს. ეს კი X-Men-ების სახლია, სადაც გადაღებების დიდი ნაწილი მიმდინარეობდა. როგორც იცით, 23 მაისს აჭარა მიუზიკლში ჩვენი უვარსკვლავესი და უმაგრესი მომღერლის ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. ისე ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ნინოს კონცერტზე, მიხვდება რა ცოცხალი სიამოვნება ელის წინ. სწორედ ამ კონცერტთან დაკავშირებით გაიმართა მაკა ასათიანის კაფეში პრეს ბრიფინგი. ჩვენ ვეცადეთ, რომ ყველაფერი რა დროც გქონდა იმისთვის, რომ რაღაცა სიახლე შემოგვეტანა ჩვენ მუსიკალურ სამყაროში, რა სიტუაციაც გქონდა იქიდან გამომდინარე, ყველაფერი რაღაცა ლამაზი ყველაფრისთვის ლამაზი ფორმა მიგვეცა და ესე მოსული ყავით თქვენ. გადარჩენი 23-ში ვიხილოთ და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა ყველას. თვითონ საკონცერტო საიმიჯო პროცესის ჩართული კომპანიები. კონცერტი ფაქტიურად მომზადებული არის, ეხლა არის წინა სარეპეტიციო პერიოდი, როდესაც ხდება რაღაცა დეტალების დახვეწა.
ვინაიდან 2 დღე დარჩა. ამაში მხოლოდ სიყვარული და სიახლის მიწოდების სურვილი დევს და მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით სასიხარულო იქნება, როცა ადამიანი შრომობს, როცა ადამიანი ეძებს იმას, რომ ეს რაღაცა ახლებური ფორმა მოძებნოს, იმიტომ რომ რაღაცა უფრო გაახალისოს, არ გაჩერდეს და რა ვიცი, სიახლეებით სავსე იყოს. ეს არის ცოცხალი შესრულება და კომპიუტერული მუსიკაც ცოცხლად მოხდება, არანჟირება ამ ყველაფრის, ჩვენ ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება გვიწევს. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონცერტი იქნება ძალიან საინტერესო, როგორც მუსიკალურად, ასევე თავისი ფორმით. დანარჩენს უკვე ალბათ 23-ში მოახერხებს სმენელი, რომ დაინახოს. რაც უფრო მეტი იქნება ექსპერიმენტი და მცდელობა რაღაც ახლისკენ, შეიძლება ყოველი ექსპერიმენტი ვერ იყოს ისეთი ნაყოფიერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი ხდება და საშინელება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯერ კიდე წინაა და უბრალოდ საინტერესოა ეს ყველაფერი. ყველაფერს თავი დავანებოთ. ჰოსპიტალის შენობაში თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ეს ღონისძიება აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. გამოფენის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა. გამოფენის გარდა ჩვენ ვეცადეთ რომ რაღაც ესეთი პროაქციის სახით მიგვეცა და პირველ რიგში ამას უძღვნით ვინც საქართველოს თლიანობისთვის თავი შეწირა აი ამ მეომრებს მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნებოდნენ თქვა ექიმები ხა ჰოსპიტალში ვიმყოფებით და თუ ჩვეულებრივი მეომრები მინდა დიდი მადლობა უთხრა და დაულოცო ეს ღმერთმაქნას დიდი ცხოვრების და დიდი შემოქმედებითი გზის დასაწყისი და კეთილი იყოს მათი ფეხი ჩვენთან ჩვენს დაწესებულების ეზოში. შედეგიანი, ძალიან ლამაზი, ძალიან დატვირთული. დიდი მადლობა. მარინა პავლიაშვილი. ცოტა ხნის წინ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სცენარების კონკურსი ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება სოსო ჩაჭულიანმა მოიპოვა. ახლა მისი სცენარის მიხედვით იღებენ ფილმს ჩემი პირველი სიყვარული და მასში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, ისეთი რომ მეტი არ შეიძლება, მოკლედ წაგიკითხავთ. მარინა კახიანი, ტრისტან სალარიძე, სალომე გაზვიანი, ცუცა კაპანაძე. სხვათა შორის ცუცაძე გამახსენდა. ბანკეტზე, რომელიც ტრადიციულად საქართველოში გადაღებების შემდეგ იმართება ხოლმე, ცუცამ დიდი სიურპრიზი გაუკეთა თავის კოლეგებს. ის შამპანიურებით დატვირთული მივიდა. ეს ჩემი მეორე ფილმია, მესამე ფილმია, რომელიც დავიწყე და ვერ დავამთავრე. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რა იცით არა, იმ დროს დავამთავრეთ ჩვენ სარეჟისორო ფაკულტეტი ჩვენმა ჯგუფმა, რა ინგრეუდა საქართველოს და არავის არ ეცალა კინოსთვის. ფილმია პირველ სიყვარულზე. ბავშვს უნდა რომ იყიდოს ველოსიპედი და ამ ველოსიპედზე უნდა რომ დასვას თავისი შეყვარებული და იწყებს ჩალენჯს და იწყებს მუშაობას ფურნეში. მოკლედ გამოიმუშავებს ამ თავის თანხას, რითაც ველოსიპედი უნდა იყიდოს და აუფეთქდება ფურნე. მაგრამ ფინალს არ მოგიყვებით. ფილმი არის სულ 13 წუთიანი, მოგეხსენებათ. ჩემი როლი პატარაა, მაგრამ აი ამ მცირე დროში უნდა გამოჩნდეს ამ ქალის არსი, ტრაგედიაც, ცხოვრებაც და ამიტომ საკმაოდ რთულია. არის. შენ ორივე იწევა დაბლა, მოდი წავიდა.
გამყიდველი ვარ მაღაზიის და ძალიან სერიოზული და ანჩხლი. ძალიან ანჩხლი არა ვარ, მაგრამ სერიოზული და სოციალიზმის ესე მითხეს რომ ეხლა რასაც შენ თამაშობ და ესა და ისა რუაცინებ მაყურებელს ესეთი არის თამაშო. აი ეს ჩემი მაღაზია, აგერ გენაცვალე ხა მოვედი სავაჭროთ და ისე გადაღება რომ მქონდა იმ დღეს თან ჩვეულებრივი ხალხით შემოდიოდნენ და 1-3-4 ლარისა ვივაჭრე რა. მაგრამ კი არ მომცეს მე ეგ ფული. უკან დაუბრუნე. დავაი. მოვემზადოთ. სიჩუბე. აბა. ხელი. ბავშვები ყველა გადავიწიეთ რა. შეკინაც. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.